დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ? იმედი მაქვს არ შემცივად თქვენ რა სიტყვით. აქ ვფიქრობდი ნეტა შემცივა თუ არა თქო და საკუთარ თავს არ მოусმინე და მიჯერეთ ისე მციო და ისე მციოდა მთელი დღე რომ ვერც კი წარმოიდგენთ. მიუხედავად იმისა რომ კარგი სითბო გვაქვს სახლშიც, სამსახურშიც მე ვიყინებოდი. ისეთი გამოყოლილი მაქვს სიცივე კარმაზე ვზივარ ზემოდან და მაინც მცივა. აი მე ძალიან მინდა გაჩვენოთ რაღაც ფოტო ვნახე ორსართულიანი საწოლის და ისე მომეწონა სიამოვნებით დავიდებდი ბინას და გავგორდებოდი აუცილებლად ზედ. ანუ გიჟდები რა ლამაზია. მინდა და რა გავაკეთო? აი ესეთი მინდა. მაგრამ სად გინდა აქ რო გაიგეთო? შანსი არ არის. როგორც დაინახეთ, საკმაოდ დიდია, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დიდი სივრცე. ვაიმე, ნეტა ყოველ დღე არ გეზარება ამის წასმა გოგო. გადავირი აღარ შემიძლია. როგორ არ მეზარება ყოველ დღე? კონტეინერი, საკვები, დიდი არაფერი. ხო, ესე წავიღე, იმიტომ რომ სულ მგონია რომ სხვა ნომერია და სხვა ნომერი უნდა ვიყიდო. ამიტომ თან გავიყოლე. მივდივარ და დაბლიდან მესმის ბევრი ძაღლის ყეფვა. ეხლა შენი სათქვი თუ მომიწია უშველებელი კრუგის დარტყმა და სამსახურში დაგვიანება. საიდან ისმის ახლა? სადა ხართ, მოდით რამდენი ხარ? დაგთვალოთ, ერთი გადაგთვალოთ. არის ყავა, მოვიტანე. ეს არის დაახლოებით 7 თუ 8 არის ყავა. აი ეს რაოდენობა, რომელიც რეალურად ეხლა მე და კობას გამართული 2 დღე გვეყოფა რა. ესე რომ ვთქვათ. აი მე მოვედი სახლში. სად არის წყალი და თუხუნება და ცივილიზაცია, რა ის წყალი? რის წყალი, ვინ გაღირსებს წყალს? აღმოჩნდა გენაცვალე რომ დღეისთან უკვე кайხანი არ არის წყალი. იმამდე ხვალინდელი 12 საათი იყო თუ პირველი დავემშვიდობოთ. წყალი ვერ გვექნება. აი მე რა დავიბენი? რა წყალი? კინაღამ ჭყვიდან გადავედი. ჭურჭელი დასარეცხი, რაღაცები მქონა დილით და ოცებ ჩავყარე და გავიქეთ სამსახურში და დასარეცხი, ყველაფერი დასალაგებელი, ესა, ისა. პანიკაში ჩავარდი გეფიცებით, რო არ დამხდე წყალი. ხო და მამა ჩემი ჩქარაო პირველ საფლზე მოდისო და ჩაირბინეო იქიდან ავსეო. მამა ჩემი შესული აბაზანაში. დაუწყდა წყალი, გამოვიდა, პირველ სართულზე ავსო წყლები აზიდა, გააცხელა და ბანაობდა. გაქაფული ბაცი. როდემდე მაინტერესებს ხალხო. როდემდე შეიძლება ხალხო უწყლობა, უდენობა, აი ყველაფერს მართლა ეხა კარგით საზღვარი ხომ მქონდეს, აი მილი გასკდა, შედეგენერატო. ვინც ამ ყველაფერს კურირებს, პირდაპირ ვიძახი. თავში ტვინი არა გაქვს. ეს გზები რო დააგეთ, გზები კი არა დაგეგოთ. ჯერ უნდა გამოგეცოდათ მილები, რომელიც არის დაზიანებული და პაპაჩემის მამიდა რო დაიბადა, მაშინ რო ჩაყარეს იმდროინდელი. დაჟანგდა, გაფუჭდა და უკვე უნდა გამოცვლა. აღარ შეგვიძლია ხალხო ვიხრჩობით ამდენი, აი ამდენი დებილობით რაღა დროს წყლის დაწყვეტა კვირაში 2 და 3 დღე. კვირაში თუ კიდაზე 1 დღე. აღარ არის ჩვენი საშველი. სამარცხვინოა უკვე რა, უკვე აი ხართ ამოსულები რა. აქ კი არა, აქ ახართ. ვიწუწავე, დაბლა, ჩავედი, ამოვზიდე, მე ჩავიტანე იქ რაღაცები დავრეცხე და ასე. დაღლილი ფეხზე რომ ვერ ვდგავარ ისეთი რომ მოვედი. ყოველ კვირა რა მილის ყდება, ერთი გვაჩვენეთ,
მოსახლეობას თუნდაც თვეში 3 ჯერ რამილია ასეთი რომ ასე მალმალეს კდება. იქნება ჩვენ მაინც გვიყოს ტვინი რა ვუშველოთ. იმიტომ რომ არ შეიძლება ხალხო ასე ყველა იმაზე უდენობა ხანის მართლა მე არ ვიცი. უკადრებელი შემიძლია ვიკადრო ისე ვარ გამწარებული რომ მუდმივად არის რაღაცა პრობლემა. მოხვედი წყალი არ არის, მოხვედი დენი არ არის, მოხვედი აი რაღაცა შეფერხება ინტერნეტი არ არის, მოხვედი ის არ არის, მოხვედი ეს არ არის. რა ვიცი, არ ვიცი. სადავართ მე ვეღარ საერთოდ სხვა ლოგზე რომ დავხედავდი ხოლმე და ამ თემაზე რომ წუწუნებდი ადრე იმის მერე გავიდა წელი და მაინც იგივე ამბავი, მაინც იგივე თემას ვატრიალებთ. იმიტომ რომ მეხალისება დღეს ვაპირებდი მივალ, მე ვთხარი კარგი ხასიათზე ვიყავი, რაღაცა სხვა თემის განხილვა მიდოდა ტვიში სისხლმა აებში. რა ის თემა? რისი თემა? გაცოფებული ვარ. მოდი და მე მოგხედავ. კიდევ კარგი რომ გუშინ გავაკეთე რაღაცა სადილი და ის არის. დამჭირდა მოკლედ დღეს არაფრის გაკეთება. შეიძლება ასე მითხარით რა აი ვერ წარმომიდგენია აი ხა ვინ უნდა გამოჩნდეს ვინც მეტყვის რომ ეგ არ არის გვაცა და რაღაცა აი მართლა დედას გეფიცებით ეგეთი ადამიანი რომ მოიძებნოს ვინც მეტყვის რომ იცი რა არის სტები და მთავრობის გარაგიდა თუ მაგრამ სულ არ მაინტერესებს რომელი მთავრობა მოეთრევა დენი შეიძლება დენის სახვეწარი გამიჩნდეს, წყალის სახვეწარი გაგვიჩნდეს. გადავკეტოთ გზები, მაინც და მაინც თუ რა უნდა ვქნათ ამ ხალხმა, მე მართლა ვერ გავიგე რა. ეს მარტო ჩემი პრობლემა კი არ არის ხალხო. ყველა უბანი თითქმის წერს იგივეს, რომ არის სასწაული პრობლემა წყლის. ეხა რუსთავი რო უკვე უწყლობისგან მე მაგათად მაგრამ ბინამაჩ უკვე არ ვიცხოვრებ. იმიტომ რომ წყლის უდიდესი პრობლემაა, უდიდესი წარმოუდგენელი რაებს წერს ხალხი. არ მინდა. აი არ მინდა. ძალიან ბევრი ჩემიანი ცხოვრობს, ძალიანაც მიყვარს, რაღაცნაირად ძალიან გაალამაზეს, მაგრამ ასეთი უწყლობა ჯერ აქ რაც არის ხო მაგაზე ლამის არის გავაფრინო და როგორ უძლებთ ხალხო ამდენ უწყლობას მე მართლა არ ვიცი. აი არ ვიცი რა. აღარ შემიძლია ბალონები ჭიქებშიც მქონდა ამასცინე წყალი ავსებული. როდემდე თორე კი აი მართლა როდემდე რა. მირთვი მარიკოდება. ხალხი ხო ვართ კაცო ჩვენც ადამიანები არ ვართ? ვერ გავიგე. თუ ცისტერნები დავიყენოთ ახლა წყლის ჩვენი სადაც ევროპა ვართ. ეხლა რომ გამოვლენ ხოლმე აქ და დამიჯდებიან ეს საიდაღაც მოთხრეული მთავრობა. კი ბატონო, გენდეთ ძალიან ბევრი. და ბოლოს რა მოხდა? საიდან დაბრუნდით უკან ქვესკნელიდან? ახლა თქვენ რომ ხალხის არჩევანით არ დაბრუნებულ ხართ უმეტესობით, ეგ ყველა ვიცით კარგად. აღარ გვინდა, წადით. ვინ მოვა ეგ არის უბედურება ადამიანი აი რო გინდოდეს რომ ვინმე მოვიდეს რომ საქართველოს ჩაუდგეს ხო არა ყავს აი ხა ვზივარ და ვფიქრობ რომ კარგი ეს არ არის ვინ არის ან ადამიანი ვერ ვიპოვე ვინ შეიძლება რომ აი ჩემი ქვეყანა მართოს ეგრე შევა ვიღაცა იპოვო მაგრამ ამაზე უარესი იყოს ანუ მაგას ანუ ვერ გაიგებ მაგრამ იმ დონემდეც არ არის არავინ რომ შანსი მისცე ხვდებით აი ესე რა გამორიცხვის მეთოდით თუ აღირჩევთ ვინმე თუ როგორ არის საქმე ჯო არ დაიბადა ჩვენთვის დასაბადებელი პრეზიდენტი არ დაიბადა რა მოკალი თუ გინდა
აბა დენი გადააცილე ერთი დღე თუ არ ჩაგიჭრიან. აბა ინტერნეტი არ გადაიხადე თუ არ გაგეთიშება. აბა გაზი არ ანუ მაშინ შენ აქ როცა გინდა წყალი რომ აქვს, როცა გინდა დენი რომ აქვს, ამ შემთხვევაში რა ხდება? მითხარით რა. არ ვიცი. ვერ გეტყვით. მეტყობა კიდეც უჭკუიდან აღარ გადასული. მინდა რა, აი ისეთი ქვეყანა მინდა, სადაც მაგ დებილობებზე არ ვიფიქრებთ ხალხო, რომ ვაიმე ინტერნეტი, ვაიმე დენი, ვაიმე გაზი, ვაიმე არ მინდა რა. ხო შეიძლება ვეღირსოთ, რამე უკეთეს ვეღირსოთ. აღარ არის დრო, ვერ გავიგე ახლა. რატო აღარ არის დრო? მიირთვი მარიამ. ძალიან ვარ გაბრაზებული. ძალიან. დედა ყავა არა დულდა ხალხო მგონი რა ვიცი უკვე. სიმწრით ავავსე ეს წყალი შვილო და რა ვერადულდი. რა ვერადულდა ერთი კითხეთ ამ უბედურთვეზე გაჩენილის. რა ვერადულდი. რა იყო. ეს ხა თუ არ მოვავლე. გარიცხოზე ლაპარაკი ზედმეტია. ამას შეხმება ცოტა ხანში ხო ვეღარც ავაცლი. მე ძალიან ცხელია, ამას მე ვერ გავრეცხავ. თითები არ დავიწვა. ჯერ ყავა და მე რეცხვა, თორე უკვე ვატყობ რომ სპაზმი მაქვს, ნერვული სპაზმი. რა დავაშავეთ, ბიჭო, ამისთანა რა დავაშავეთ. რა ცუდვა გვიდოს. მარიამ, შენ არ მიირთმევ, რა ხდება? მარიამ, შემომხედე, მე გესაუბრები. არ მიირთმევ? შენ რა გალოდები, მაგით. მე მელოდები, მე გაჭამო, აჰანდა. მიირთვი? აი ეს კარგო. მოვალე ხალხო. მე დედა ის რა გადმოიყარა. როგორც იქნა, ჩემმა მეუღლემ რამდო პატივი და გრილი გამიკეთა. ეს გრილის უკანა მხარე გოგოებო ხო ჩამომიტყდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოლი მერე რაღაცა ნაწილი გამოიტანა მოკლედ სახლში და დედა რა კარგი. დედა. ხო და ის არის, რა ქვია. გუში მოიტანა როგორც იქნა წებო. ასე რომ დამიწება ესე რომ თქვათ ბედნიერი ვარ. მაგრამ ესეთი მძაფრისუნი ქონდა ხალხო რომ დააწება, კი ნაღამ დავიხჩემთ რა არის, რა მისაწამლავია თუ რა წაბლა. ისეთია ტყიპა და თქვა და რკინა და ვნახოთ რა ვერ შეირთვება რა სიზავს. ეს ის არის სპეციალური მაგის წებო. ნუ ხა რა თქმა უნდა ეს კომპანიის ბრალი არ არის და არავის ბრალი არ არის. თავი რო დავარტყი მაშინ გახსოვთ კარადას აბარტყი და ლამის ტვინში რყება მივიღე და რამდენი ხანი მტკიოდა თავი ხო გახსოვთ ეს მხარე. მაშინ დავეჯახე მაგ გრილზე ჩამოვტეხი, ასე რომ ჩემგან განაგა გიკვირდებოდა მაინც. აი მე და აქამდე დამელი ეყალა ხასიათზე მოვიდოდი რომ დავიქუქე წეღან და აღარ გაბითიშე. დედიუსაც იესარი ხარი შესმასწავლებელი სამენდია პიზიო ტუნიანიო. კაი. ასავიდო. აი მე და შაქარი დამავიწყდა გოგოებო. რომის შაქარია? დამავიწყდა. მაგრამ თავი დავიწყნაროთ 10 გრამი ალპენგოლდით, ანუ არაუშავს. აჰა. მომიტანე პულტი. არაუშვის ეს
ტკბილია და დაბალანსებს, მაგრამ არ მიყვარს რა ეს მწარე ყავა, მაინც ვერ ვატან გემოს, მაგრამ ჯანდაბას. რა დე? მომიტანე. მარიკო ხაჭაპური მოკბიჩედე. დღეს მინდა გესაუბროთ ბანკებზე. მოკლედ ქალბატონი ჩაუდგა ვიღაცას არ ვიცი ახლობელს. არ ძალიან ახლობელს, მაგრამ ნუ ახლობელს. თავდებში. და ცოტას გაჭმევდე. ამ ქალბატონს დაუყადაღეს ხა. ეს ანგარიში მთელი ხელფასი ჩამოაჭრეს. მთელი ხელფასი ხალხო. ეს ქალბატონი ამბობს რომ ხელფასი მქონდაო 800 ლარი მაქვსო. და ესე იგი ვერ უკავშირდებიან იმ ვიღაცას, მოკლედ არ იღებს ტელეფონს. და ძალიან იყო ეს მოკლედ გამწარებული ქალბატონი და რატო არ აკითხავთო ხა მისამართზე იმაზე, იმიტომ რომ ანუ საქართველოშია რეალურად თუ და ხა მაგის პოვნას რა უნდაო რა? ხოდიში ხომ მოიხადე თუ დაგეღვარადე? აი მე ხალხო, იქ ამბავი იყო და ეს ქალი ამბავში იყო ქალბატონი. ნუ ისე იყო წყობიდან გამოსული. ისე შემეცოდა, რომ აი ძვლები რო გეწვის, ხო იცით, სხვისი საცოდაობით, აი ეგრე. ეხა როგორი ნათესავი იყო და ისე არ ვთქვამს, ნუ ახლობელი იყო მოკლედ რა. მაგრამ მისი საუბრით როგორც მივხვდი, ეხა დედმამიშვილი და არიქა გადაჯაჭული ბიძაშვილი და ის არა. საქართველოშიო არიო და ვერ სთხოვენო ვერაფერსო. და იმას რადგან არ უფიქსირდებაახლაო სახელფასო კარტაო, მე მაქვსო სახელფასო კარტაო და რა თქმა უნდა მე მეჭრებაო. გაგიჟებული იყო მე რამდენად მოხდაო უკეო, რომ მე მომიწიაო ამის გადახდაო, მე რამდენად მაგდებ თან დღეშიო. ისტერიკაში იყო, ყველგან დავრეკავო ტელევიზიაში, ყველგან დავრეკავო და მოვითხოვო, რომ სიუჟეტი გააკეთონ ამასთან დაკავშირებით, როგორ მართმევთო ამ ხელა შემოსავალსო, ჩემთვის ძალიან დიდ შემოსავალსო, მე ვარ ოჯახის მარჩენალი, ასე შემდეგ აშო. აი რო ვუსმენდი, მივხვდი, რომ თავდებში არ ჩავდგეთ არავის. იმ ქალბატონის საცოდავით დავიწვი. მისთვის ახლა რამდენად მნიშვნელოვანია ის ხელფასი, ხო? ყველასათვის აღარ ისთვის მუშაობთ, აბა ეხა გეხვეწები, სულ არ მეხალისება სიარული. ავდგე და გიჟივით ვიარო, თუ ანაზღაურება არ მექნება, ხო? ნაკლები თუ მეტი თუ რაც მექნება, ნუ ხო. იქნება ან წამლისთვის ჭირდებოდა, ან რისთვის ჭირდებოდა. წამას თავი დავანებოთ ხალხო, ყოველ დღე აი მითხარით 20 ლარით რო გახვიდეთ. ყოველ დღე რას მოიტანთ იმას რა ქვია პროდუქტს რითიც გააკეთებთ სადის. აქ რო ახლა მთელი დღის პარტიას სადილებს რომ მოამზადებთ 20 ლარად, მაგას მოითქმი არ ჭირდება. ეგ 20 ლარი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ ერთი სრულყოფილი კერძი გააკეთო, ისიც შესაძლოა მთელი დღე ადამიანს არ გეყოს და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი დღე მაგალითად დღეში სამჯერ მოგშივდა ადამიანს პირობითად და ხარ სახლში და არა ხარ რომ თქვათ ერთხელ მიირთვა მარტო შესაძლოა ორ კაციან და სამ კაციან ოჯახს ის არ ზეყოს მთელი დღე ან იქნებ მთელი დღე ვერ ჭამ ადამიანი ხალხო ხა ისეთი გაჭირება გაგვივლია ჩვენ თაობის ადამიანებს ღმერთო არ მოასწარი ეგეთი დღე ჩემშოს როცა იმ დონემდე უჭირდა საქართველოს უჭირდა ხალხს ფული ქონდა და საკვები არ იშოვებოდა რომ ნუ აი არ ვიცი
პურის რიგები და რა ვიცი, ერთი პური თუ შეგხვდოდა, იმ ერთ პურზე იყავით და იყო რთული პერიოდები იყო, ხო? და 20 ლარით რო გახვიდე, მე არ ვიცი რა, აი არ ვიცი. ელემენტარული. აი რაღაცა ამ ხელა კონა მწვანილი, რამდენიმე ხახვი, ოღონდ ცოტა დიდები იყო და წიწაკა. აი უცებ ხელს გამოვაყოლე და უცებ გამოყოლებაში რა ვიცი რაღაცა 2 და რაღაცა კი გადავიხადე. მაგაში ხალხო ერთ სადილს რო ეყოს იმდენი. ნუ ხახვი კარგი ერთი თავი დამჩა, მადლობთ. ნახე. ხო და აჯებ სანდალი რო გააკეთო ადამიანმა შესაძლოა ეგ 20 ლარით არ იყოს. აჯებ სანდალს კი იცით ხა. რამდენი რაღაც უნდა და ესა და ისა და ისინი. კარგი რო გააკეთო. ლობიო არის და ლობიოს ისეთი ფასი დაედო, რომ მე იმას რა ვიცი 1000 რამე უნდა, ცხიმი უნდა, ეს უნდა, ის უნდა, ნიორი უნდა, ის უნდა, მწვანილი უნდა და ასე შემდეგ. ხინკლის გაკეთებაზე აღარ ვსაუბრობთ. 20 ლარში ვერ გააკეთე. მარტო მე რომ მივირთვა, მაგდენს გავაკეთებ და ჩემმა ქმარმა რომ მიირთვას, მაგრამ ოჯახში თუ ესე მიირთმევენ, რა თქმა უნდა, მაგ თახაში ვერაფერს ვერ გააკეთე. რითი არსებობს ზოგადად მე არ ვიცი ეს საშუალო ფენის ადამიანები. და იმასაც რომ ბანკი წაგართმევს, რა ჭკუაზე უნდა დადგეს ადამიანი მითხარით. ცოტა აკლდა ალბათ ზირზი გურავებ და სიმწვით. ესეთი ამბავი იყო. აი ყო ამ გამწარებულზე რომ წავიდეო, მივაკითხობო იმასო, ვისი იმისვა, რომ რამე ჩაბარტყავ ან რაღაცაო. ხო და შემომაკოდესო. მე ხო იმან უნდა მიჩივოს და მაინცო მე გამოვდივარო, დამნაშავეო და მაინც მე უნდა მოვიხადო სასჯელიო, კაცო. ეგეთი არაფერი გამიგიო, აი არ ვიცი. კატასტროფული მდგომარეობა და ზოგადად ბანკები რასაც კადრულობენ, აი კიდე სხვა თემაა. კატასტროფული მდგომარეობა და მე არ ვიცი ამ ბანკ საერთოდ ოჯახი არის რომ ბანკის ვალი არ ქონდეს. მე ხა კალაძეები და მაგიცულის პატურგებზე არ საუბრობ, აი ზოგადად საშუალო ფენის ოჯახებზე ვსაუბრობ. არის რომ ბანკის ვალი არ ქონდეს. ბევრი არის კაცო, ძალიან მაგარი ფულიანი მათაც ბანკის ვალები აქვს. რაღაცა ბიზნესი დაიწყეს, კიდე სხვა რაღაცაა. მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? ჩვენ აი ფენას რა ეშველება თორემ? ბანკებით ვცხოვრობთ საქართველოს. ბანკები. მე ყველაზე ცუდი რა არის კაცო ხალხი ამბობს რომ გამოვიტანე ამდენიო. ვიხდი ხანწისწრებით შევიტანო ხანითო და კიდევ ვალი მაქვს. ანუ იმაზე მეტი შეტანა მიწევსო, რა თქმა უნდაო. და ხო დავფარავო. აღმოვაჩინე რომ კიდე გადასახადი მაქვს. ანუ ბევრად აღემატებაო იმას, რაც მე რეალურად ავიღე, რაც მითხრეს რომ უნდა დავეფარა ამდენი, რანაირადო. აბა რა ვიცი. ძალიან ცუდი მდგომარეობა. მე მგონია რომ ბანკებს უნდა გქონდეს რაღაცა შეცვლილი პოლიტიკა, თორე სხვანაირად უბრალოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიქნებით ჩვენ და როდემდე უნდა ჩამოიჭეს ხა იმ ქალბატონს მაგალითად თანხები ხა როგორც მივხვდი ეს ბოლო არ იყო, ბოლო გადახდა. კიდე გრძელდება. იძულებულია რომ ისეთ სამსახურში იმუშაოს ადამიანმა, რომ არ იყოს ეს კარტა და ხელზე გადაუხადონ, იმიტომ რომ ნუ ძალიან ბევრი ოჯახია სხვათაშორის ეგრე, რომ ისეთ სამსახურში ვერ მუშაობს ხა სადაც სახელფასო აძლევენ ხელფას და უფიქსირდება, ასე ვთქვათ,
და იძულებულია იმუშაოს ისეთ სამსახურში, სადაც მისცემ ხელზე, მაგრამ არ მოსწონს ის სამსახური, მაგრამ რა ქნას. გუშინ დავინახე კატა გაპარსული იყო მანანაბებთან. კატა გაპარსული იყო? ხო, ტელეფონში დავინახე და ტირილით მოვკვდი. შეგეშინდა დედი? მეტყვები რო არ აქონდა. რაღაცა კატები როა, ხო იცით ის რო არ აქვს ბეწვი ვამ როგორ მეზიზღება. მე მაპატიეთ ვისაც გიყვართ ხალხო. კი არ მეზიზღება მეშინია. ანუ ეგ რო შემეხოს დავიცენტრები და შემეშინდაო და ბევრი ვიტირეო. მაგიტო ტიროდი დე? ხო. მოდი ჩემთან, ჩემო სიცოცხლე. კატაშები საუბრე, ეგ მოთმინებია. ისაუბრე? ეგ მოთმინია, გოგო, ნუ გეშინია. მე რა მეშინია, შენ გიტირია ჩემო სიყვარულო. მოთმინია. გავიგე ჩემო სიცოცხლე მორთფიანია. თქვენ თუ გქონიათ ეგეთი შემთხვევა ბანკებთან, აი თავდებში რომ ყოფილხართ და რაღაცა ეგრე. თავდების არა, მაგრამ მე მქონდა ძალიან მეშინია. შემთხვევა. თუნდაც მყავს ძალიან მეშინია. ბოდიშს გიხდით რა, რაღაცა ძალიან აურზაური ვლოგი გამოვიდა, ხან ვინ მოვიდა და მილიონჯერ გავწყვიტე აზრი. ხო და ანუ დასყვებოდი მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ მოდი მარიამ მირთვი. გამოვიტანე თანხა ჩემს იმით. დედიკო და ნუ მითხრა რომ მომცემდა და შევიტანდი. არ იყო თანხა ბევრი. ახლა მაშინ ბევრად მეჩვენებოდა, იმიტომ რომ ეს ღარა მრავალი წლის წინ იყო, მაგრამ რეალურად ეხლა ამ გადმოსახედით სულაც არ იყო ბევრი რა. ეხლა იმდენი რომ არ იქა და იღუპე და რაღაცა. და მოკლედ მოხდა ისე რომ არ გადაიხადა ეს თანხა. და ეს ის პერიოდი იყო, როცა ენთუზიაზმზე ვმუშაობდით თეატრებში ადამიანები. და მქონდა ასოციალური ხელფასი. სამეცინება, ანუ რა, საერთოდ არ ვიცი როგორ ცხოვრობდით, მაგრამ ნუ კაი. ადრე ასე იყო, მოდი ასე ვთქვა, დავიმშვიდოთ თავი. მაგრამ რა თქმა უნდა სასოციალო ხელფასი იყო, ხა მე კი მომემატა, მაგრამ ეგრე იყო თავიდან. და მომიწია გადახდა მე. ეს ის პერიოდია, როცა ძალიან რთული ეტაპები იყო ფინანსურად. ხა ასოციალური რო გაქვს ხელფასი, დამერწმუნებით, რომ სხვისთვის ვალის გადახდა კი არა, საკუთარი ვალი შეიძლება ვერ გადაიხადო. არა და თუ ეხა რაღაცა სხვისი რაღაც რა. და ესე მოგვიწია მოკლედ, რომ ნუ ვერ გადაიხადა. ვერ არ აქვს მნიშვნელობა, მომიწია გადახდა მე. და მე ძალიან გაკვირვებული სახით მკითხა ერთხელ, რომ უი ეგო მე არ მოგეციო. ადრეც მაქვს ეგ მოყოლი. და დღემდე მახსოვს ჩემი გაუგნება. როგორც ძალიან გამიჭირდა იმ ვალის გადახდა ბანკში, როგორ ვინერვიულე და როგორ მეუბნება, რომ არ მოგეციო. ავალის გამოურეკავდნენ ჩემი ოჯახის წევრებს, ძალიან ახლობლებს, გვარის მიხედვით მე ჩემს მოხარებთან რეკავდნენ. ნუ ის ადამიანები მე მირეკავდნენ, რომ ვაიმე გონცა ვიღაცები გვირეკავენ და რაღაცა ლიბერტი ადრე რაღაცა ბარათები რო იყო არ მახსოვს. და ძალიან სულ მდგომარეობაში ჩამაგდო. და ძალიან მძიმედ გადავიტანე ეგ ამბავი, იმიტომ რომ მაშინ ძალიან გამიჭირდა გადახდა და მაშინ ზოგადად ყველაზე უჭირდა კაცო გადახდა გინდა ბანკი იყოს და გინდა ის ძალიან რთული იყო. ეხლა ბანკში ვალის აღება. მე რა თუ ძალიან ბევრი არ იყო, ჩვენთვის ძალიან ბევრი იყო რა. და 200 რაღაც. თუ აი არ ვიცი რა რაღაცა ეგრე იყო რა.
მაგრამ ესე უცებ ჰოპ და მოგიწია იმიშოვნა რაც რეალურად რა ვიცი ფაქტობრივად აი ორაც რაღაც იყო გადასახლებული და ასოცილარი მქონდა ხელფასზე ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა რა მდგომარეობაში ვიქნებოდი მაშინ არ ვცხოვრობდი თბილისში მაშინ მესხეთის დრამატულ თეატრში ვიყავი და კიდე კაი რო ქირით არ ვცხოვრობდი იქ და უკეთ ძალიან რთულად გავიარე ეგ ამბავი ну რაც იყო დამთავრდა ხა ეგ ისტორია მაგრამ ამის თქმა მინდა ზუსტად რომ ფაქტობრივად ჩათვალეთ რომ თავდებში ხარ რა ხო რა ეგრე მეთქვა ბარემ ეგრე გამოვიდა და ისე კარგად მესმოდა ხა იმ ქალბატონის რომელიც ის სრულ ისტერიკაში იყო ისე კარგად მესმოდა და ზოგადად ძალიან ბევრი გვინახავს აი ტელევიზიებითაც რამდენი ადამიანი გამოდის რომ ვიღაცას თავდებში ჩაუდგა და თქვენ თუ გქონიათ ეგეთი ისტორიები და აი სულ ფიქრობ აი არავის ჩაუდგეთ თავდებში კი ნაწილობრივ რა თქმა უნდა მეც ვეთანხმები ამ ამბავს მაგრამ აი მაგალითად მოვიდა ძმა მოვიდა და მოვიდა დედა მოვიდა მამა მოვიდა უახლოესი რავი დეიდაშვილი დეიდა აი მე მაგალითად ვერ ვეტყვი ამ ადამიანებს აი არ ვიცი როგორ უნდა უთხრა უარი გესმით აი რანაირად უნდა უთხრა უარი აი არ ვიცი არ ვიცი რა აი ძალიან მომერიდება რომ მე მათ უთხრა უარი ამიტომ ეხა არავის ჩაუდგე თავდებში ეგრეც არ არის არიან ადამიანები ვისაც ჩემს სიცოცხლეს ვანდობ არა თუ ახლა ბანკის თავდებში ჩადგომას ეგეთი ადამიანები მყავს მე ვინც მყავს მაგრამ რა თქმა უნდა ბევრი გამიგია რომ დამგადააგდო და დედამ გადააგდო და მაგის მეტი რა გაგვიგია საქართველოში ბანკებზე ვართ მიჯაჭულები მაგრამ რა ვიცი ჩემს შემთხვევაში ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანები მყავს რა ვიცი მაგალითად ძალიან ბევრი რამ მაქვს ჩემს სახელზე განვადება ჩემებისთვის და რა ვიცი კეთილსინდისიერა და არა თუ იმას იხდია რაც თვითონ უნდა ჩემსაც ხდიან და რა ვიცი ხა ხო ხდებით რა ყველას ესე ვერ გაწევთ და ყველას ესე ვერა და უარს ვერ ეტყვი რა ვიცი მე ვერ ვეტყვი და სხვისი არ ვიცი თუმცა ესე ნაცნობი მოვიდა და ვიღაცა რა თქმა უნდა არც ერთ ვარიანტში თანხმობას ვერ და კიდევ აი ბინების ჩადება როა და სხვას ბინა ჩავუდე აი მანდ მორჩა მანდ დასრულდა ჯერ ერთხელ ჩემს სახელზე მქონდება ნამდვილად არა ჩემი მშობლების სახლია მაგრამ ჩემს სახელზეც რო იყოს ბინას ვერ შევეხები ანუ ბინა არის ის რასაც ვერ შევეხები აი გამორიცხული აი ჩემს სახელზეც რო იყოს ბინა და მე ვერ მაგის ის არ არსებობს რომ ავდგე და ის თავშესაფარი რაც მაქვს ვერ არ ვიცით რა ხდება ცხოვრებაში და რას ვშურებით მერე თუ ვერ იხდის ან რაღაც მოხდა აი რას ვშურებით მერე ანუ რა უნდა რა ხდება ხო მერე უნდა ვიხადო მე და ვაი და მეც ვერ ვიხადე და რა ვშურებით ყველა ვჩებით ქუჩაში გარეთ და რა ვიცი ბინის ძალიან ის არის და ვთქვა ვიმეორებს არ არის დედაზე მამაზე ძმაზე ხჭე შემთხვევაში არ არის ამ ადამიანებს ელაპარაკი აი ზოგადად სხვა ადამიანებს თუ გადავხედავთ ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი მყავს მე ირგვლივ მაგრამ ბინის ჩადებას ვერ გავრისკავ ბინა ძალიან ხელშეუხებელი უნდა იყოს ჩემი აზრით ну ეხა ჯვარი წერიათ და რაღაცა კატასტროფა ხდება და პირობითად ვიძახი დეიდამთხოვა და ის ალბათ უარს ვერ ვეტყვი ვერანაირად ხო და ესე რაღაცა მეზობელი მოვიდეს და მოდი თავდებში ჩამიდექი და შანსი მაგისი არ არსებობს რა ვიცი მე ძალიან მეშინია ბანკების ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს სამწუხაროდ და ძალიან რთული ცხოვრების წლები გავიარეთ ბანკების გამო როცა საფრთხე უკვე იყო ამ სახლზე რომელშიც მთელი სიცოცხლე ჩაანთხია დედამ
ამამაც და ჩვენ ყველა. Chama ყოჩა, ჩემო სიცოცხლე გილოცავ. ხელა სიმწარე გავიარეთ და იმდენი რამ დაგჭირდა რომ ეს სახლი შეგვენარჩუნებინა ამ ბანკების და გამო რომ ვაიმე დე ჩემო სიცოცხლე. აი ხელს რომ ვთხარ. ჩემი მეგობარი ხარ დე. რომ ალბათ ჩემ სიცოცხლეში აი სახლთან აი ესე ჩავდე სახლი რაღაც სხვის გამო შენ ხარ უკეთესი მეგობარი. მოდი ჩემო სიყვარულო დე. მოდი დედიკო. მოდი ჩემთან დე. Აპარაკე თუ კი. ვილაპარაკო? თუ კიდე შენ განვინდი და მე ვილაპარაკებ. რა ისე უნდა ისაუბრო დე? ის ხლაზე უნდა აქ რა გაქვს? გაშალე ხელი. დატკენიმა. რატო? იმიტომ რომ შალები რომ გადა მაგიტა დავატყი. რა ქონდა? შალები. სანთლები? რისი სანთლები ქონდა კაცო? დაბადების დღეში რომ. ვაიმე რამე ზღაპრი ხარ, გოგო. წადი დე. დაგემშვიდობებით, უნდა დავაწყინო მარიამი. საერთოდ სხვა რაღაც თემებზე ვაპირებდი საუბარს. ბანკზე და რაღაცეებზე და აი ეს დენი და რაღაცა გაზიდავს და გამოიკვეტა ეხა წყალი. მარა რა ვიცი, გასაჭირი ეგა გვაქვს ახლა. და იმაზე ხარ ვილაპარაკებ განტის ფილოსოფიაზე.